მოგვითხრობთ ადგილზე ვითარებას ვასო აბაშიძის 11 ნომერში მდებარე ეს ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის კედელი წუხელ გვიან ღამით ჩამოიშალა, ამ დრომდე ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის თბილისი ენერჯის თანამშრომლებიც და ადგილზე რჩება იმ კედლის ნანგრევებით, რომელიც წუხელ გვიან ღამით ჩამოიშალა და ამ საცხოვრებელი კორპუსიდან 10-მდე ოჯახის ევაკუირება გახდა საჭირო. ამ დროის მონაცემებით, როგორც ადგილზე გვეუბნებიან, ეს ადამიანები ალტერნატიულ ფართებში არიან გადანაწილებული, თუმცა ის ადამიანები ელოდებიან ახლა მკითხვებზე პასუხს, თუ რა ბედი ეწევათ და რა ბედიელით მათ ამ საცხოვრებელ კორპუსს, რომლის კედელი სრულად არის მიწასთან გასწორებული, თუმცა ამ მკითხვებზე სავარაუდოდ უკვე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, მაგრამ ეს ადამიანები საუბრობენ იმას, რომ ეს საცხოვრებელი კორპუსი, როგორც დანარჩენი საცხოვრებელი სახლები ამ ქუჩაზე იყო ავარიული და შესაბამისად სწორედ მათი თქმით და ვერსიით ის გახდა მთავარი მიზეზი ამ კედლის ჩამოშლის, მაგრამ ამასთან ერთად საუბრობენ იმაზეც, რომ ამ კორპუსის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ვარაუდობენ იმას, რომ ამან გამოიწვია სწორედ ამ კედლის ჩამოშლის პროვოცირება, რასაც შემდგომ უკვე ეს შედეგი მოჰყვა. საბედნიეროდ დაშავებული ამ სახლში არავინ არ არის, თუმცა როგორც გითხარით, ეს ამ ადამიანების ევაკუირება გახდა ამ ტერიტორიიდან აუცილებელი. უკვე დეტალურად იმ კითხვებზე პასუხი თუ რა გახდა მთავარი მიზეზი ამ საცხოვრებელი სახლის ჩამოშლის გამოძიებამ უნდა გასცეს, თუმცა ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე არ მიმდინარეობს. ავარიული არის სახლიო და რაღაც გასახლებაზე არის ლაპარაკიო და ნუ მოკეთ აი მოვედი როგორც კი გავარდი. ამ ქუჩაზე ცხოვრობ. ამ სახლში ვცხოვრობ, ამ შენობაში. რა მოხდა, რატომ ჩამოვიდა? ავარიული იყო ეს კორპუსი, ბზარები ჰქონდა მანამდე? ანუ ახლა პატარახაც ამ სახლამობაში ყველა სახლი პრინციპში ბზარები აქვს ავარი. ეს გაარემონტეს ერთხელ და გააკეთეს, მაგრამ აინც იგნო ეგ ჩამოინგრა. ავიც ორგანიზი. ეს სახლი, ეს ქუჩა საერთოდ არის ძველი და ყველა დასანგრევი. იქ ხამე მოვიდნენ და ეს ჩამოღობეს მე და დაკეტეს. ხო, ანუ მოსულან ღამე ესე 12 საათის შემდეგ და დანგრეული მოვიდა. მანამდე გასახლეს ზედა სწორები გაუყვანეთ. მე არ ვიცავ, გაუყვანეთ მერიას. და მე ეს ჩამოღობეს და ჩამოღობეს ვერ დაინგრა. მათი ოჯახი. შიგნით. ვინმე ხომ არ დაშავებულა? სავარიული არ არის ეს სახლი. წყალზე დგას ყველაფერი. და მიმართული აქვთ ალბათ ხო მოსახლეობას? კი. ახლა ეს ადამიანები სად არიან? გადაიყვანეს სადმე? არ ჩამოვედი, ყოველ დაიხარეს. ხედავთ ხო, ეხლა უყურებთ აშკარად ავარიულია და მიმდებარე ტერიტორიაზეც არაერთი ავარიული შენობაა. 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი არის 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი. და ამ ხელა თანხიდან მხოლოდ 1%-იც არ არის გამოყოფილი ავარიული შენობების გამაგრებისთვის და ეს უკვე ცხადად დაჩვენებს თბილისის მერიის პრიორიტეტებს, რომ მათთვის არ არის პრიორიტეტული ავარიული შენობების გამაგრება. ამ შემთხვევაში საბედნიეროდ მადლობა ღმერთს, რომ გადარჩა და არავინ არ დაზიანდა, თუმცა ჩვენ ქონდა შემთხვევები, სადგურის მოედნის შემთხვევა გვახსენდება, როცა აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები დაზიანდნენ. უპირველეს ყოვლისა, რაც არის გასაკეთებელი და ჩვენ საკრებულოს პირველივე სხდომაზე გავაჟღერეთ, სასწრაფოდ არის გასაზრდელი თანხა ავარიული შენობების გამაგრებისთვის. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში უსმენთ ადგილობრივი მაცხოვრებლების პოზიციას და ისინი საუბრობენ იმას, რომ ვასო აბაშიძის ქუჩაზე არსებული თითქმის უმეტესობა საცხოვრებელი სახლების არის ავარიული, ამის შესახებ ინფორმაცია აქვს გამგეობას და შესაბამისად თბილისის მერიასაც. ასევე უნდა გითხრათ ბოლო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომელიც ცოტა ხნის წინ მთაწმინდის გამგეობამ გაავრცელა და ისინი შეიძლება ითქვას, რომ სულ პასუხისმგებლობას თავად მეპატრონეს აკისრებენ, როგორც განცხადებიდან ირკვევა და როგორც მთაწმინდის გამგეობი ამაზე საუბრობს, მათ ანუ მეპატრონემ ამ საცხოვრებელ სახლის არასწორად აწარმოა სამშენებლო სამუშაოები, მათი მტკიცებით ინფორმაცია ჰქონდათ, რომ აქ უნდა დაეწყოთ სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ განხილვის ეტაპზე იყო ეს საკითხი, როგორც მთაწმინდის მერია იუწყება ამ საკითხთან დაკავშირებით და მათი თქმით მეპატრონემ იმას სანამ ეს საკითხი გადაწყდებოდა, დაიწყო მანამდე მშენებლობა და ეს განახორციელა არასწორად და სრულ პასუხისმგებლობას ახლა სწორედ ამ სახლის მეპატრონეს აკისრებენ ისინი.